სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებს რო უყურებ, იგივე რუსეთს გამოცდილებას ვაკვირდები, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მძიმე დილემა რაც შეიძლება წარმოედგინო, ბევრ ადამიანს გაუჩნდა რაღაც მომენტში ეგეთი კითხვა, რომ რა ვქნა ემიგრაციაში წავიდა თუ ციხეში. ამაზე ცუდი, რთული და უნამუსო კითხვა, რთული წარმოსადგენი არის. დღეს ჩვენ აქეთკენ მივდივართ. მე უკვე ვიცი, რომ ზოგიერთ ადამიანს უთვლიან ნიშნოვან ადამიანებს, საზოგადოებაში გავლენ ადამიანებს, მაგალითად ქვეყნიდან გადიან და უთვლიან, რომ იცი, გირჩევ, რომ არ დაბრუნდე. ვიღაც ახლობელი შეუთვლის, რომელიც სისტემასთან ახლოს არის. ან ვიღაც სხვა შეუთვლიან, რომ იცი, მე მგონი ჯობია რომ გაერიდო აქ უბრალოდ ცოტა ხანი, იმიტომ რომ არსებობს რისკი, რომ დაგიჭირონ. ჩვენ ახლა თუ შევშინდით, ჩვენ თუ ახლა მტკიცედ არ დავდექით და არ გადავტეხეთ ეს, მაშინ აუცილებლად ამას ექნება მასობრივი ფორმა და აუცილებლად ჩვენ დაგვისვამენ აი ამ საშინელ კითხვას, რომელზე პასუხიც არ ვიცი, მარტო შენ თავს თუ გასცემავს, შეუძლებელი რომ სხვას ამაზე რამე ურჩიო, იმდენად რთული კითხვა არის და იმდენად პირადი და ინტიმური და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტ საბედისწერო კითხვა არის, რაც შეიძლება. ეს არის უმძიმესი არჩევანი, როცა შენ გიწევს აირჩიო სად იცხოვრებ, როცა შენი სამშობლო არის ერთადერთი. კომფორტულად გწნობ ვენაში თავს, ვენაში ვსწავლობ, იქ ვცხოვრობ უკვე რამდენიმე თვეა. ძალიან კომფორტულად გწნობ თავს იქ, მაგრამ აქ რო ჩამოვედი რამდენიმე კვირის წინ, აი ასე კომფორტულად მაინც არ ყოფილვარ სოფლიოში ყველაზე უფრო ცხოვრებად ქალაქშიც კი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სახლი. და ამ სახლზე უარი თქმა იქნება და იმედი მაქვს და იმედი მაქვს რომ არ მომიწევს ამ სახლზე უარი თქმა, ეს იქნება უმძიმესი გაწყვეტილება ჩემთვისაც და ყველასთვის, ვისაც ამ არჩევანის წინაშე დადგომა მოუწევს.